ამინ. სახელითა მამისა და დადისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არის მერფად გადახავთ ის კურთხევა წყალობა მადრიდი და სიკეთე არ მოხდებოდა პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს გილოცავთ ახალი 2021 წელი შემოვიდა უკვე საევროპა კალენდრი და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს ის კურთხევა წყალობა და მადლი ჩვენს ქვეყანას არ მოაყოს არასოდეს და ძალიან მოკლედ შევეხები ამ მაინც ამ დღესასწაულს და მერე გადავართ თავ თემაზე რაც გამოს დღეს აქ შევიდეთ საერთაშორისო ახალ წელს დაკავშირებით საოცარი ქადაგება აქვს წინა გაბრიელ ფიქოთის ახალ წელს დაკავშირებით რომელიც უძლოცავს ეს ამ დღესასწაულს და ჩვენს ხარობთ თქვენთან ერთად მომსიხარულითო მაგრამ აქ არის უმთავრესი მაგრამ მაინც ამ დღესასწაულს დაკავშირებით რომ ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ადამიანებს აი ერთმანეთს უძლოცავენ ადამიანები ახალ წელსა როგორ ერთმანეთს უსურვებენ ჯანმრთელობას, რეგზელობას, რომ კარგად იყვნენ, რაღაცა რომ სიხარული ქონდეთ ამ ქვეყნებში და ძირითადად ამ ახალ წელს გამახვილებულია ყურადღება ამ ქვეყნების სიხარულზე და ამ ქვეყნების წარმატებაზე რომ რაღაცა ამ ქვეყანაზე მიწაზე რომ კიდევ უფრო მეტად სიხარული ქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორია, რომ ჭირდება ადამიანს ამ ქვეყნების სიხარული, ამ ქვეყნების წარმატება და უმთავრესიც არის ეს სხეული ჭირდება ადამიანს ხუთის მარტო სულისგან ხო არ შედგება. ადამიანი შედგება ხუთისგან და სულისგან. ამიტომ ეს ხორცელი სიხარული აუცილებლად ჭირდება ადამიანს, მაგრამ უმთავრესი არის სული. და უმთავრესი არის სულიერი სიხარული და თქვენო კიდევ ერთი რამ უნდა დავუსვათ ერთმანეთს ამ ყველაფერთან ერთად, რომ ადამიანს ჰქონდეს სულიერი წარმატება. ახალ წელს აქვს ერთი თვისებაო, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს ახალ წელს. ახალი წელი რო დგებაო, ერთი წელი გვაყდებაო და კიდევ უფრო მეტად უახლოვდებით სიკვდილსო. ამას შეიძლება ახალ წელს ადამიანები არ ფიქრობენ, რომ კიდევ ერთი წელი გავიდა და კიდევ ერთი წელი თუ უფრო ახლოს მედიხარ უკვე სიკვდილთან და კიდევ ახლოს დგებით ამ სიკვდილთან გარდაცვალებასთან კიდევ უფრო ახლოს ახარ. ანუ შენ უნდა დაფიქრდე იმაზე რომ წინა წელი რო გავიდა ემსახურებოდი თუ არა ღმერთს როგორც ცხოვრობდი რამე ცხოვრობდი წინა წელს შენი ცხოვრების წელი რომელიც შენ წინა წელს გაიარა აი ეს 2020 წელი რო გაიარა იყო თუ არა ღვთისთვის სათნო შენი ცხოვრება ცხოვრობდი თუ არა ღვთის სათნოდ ებრძოდი თუ არა შენ შეხედულობებს ის არაწმინდა აზრებს იმას ებრძოდი თუ არა იზრდებოდი თუ არა შენ ღვთის წინაშე წინა წელს და ეს წელი შენ ისთვის გინდა რომ კიდევ უფრო მეტად წარემატო ღვთის წინაშე თუ ეს გინდათო მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის ცხოვრებაში თუ შენ გინდა რომ ღვთის წინაშე დაწინაურდე და უფრო წინ წახვიდე და ღვთის წინაშე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ესე დროს ამახალ წელს მნიშვნელობა აქვს მეორეც რაც ყველაზე მთავარია უმთავრესი რაც არის აი ამ ახალ წელს დაკავშირებით ხო ყველაზე მთავარი რაც არის რასაც დღეს ვაკვირდები ხოლმე რომ აი ამ ახალ წელს დაკავშირებით ადამიანები წარმოიდგინეთ აი დააკვირდით თუნდაც რომ ქრისტიან ერად ვიწოდებით ხო ყველანი ვართ ქრისტიანები და ქრისტიანები ვართ ყველანი მით უმეტეს კათოლიკები ამით ყველაზე მეტად ვამაყობთ რომ ჩვენ ქრისტეს ერი ვართ ჩვენ ქრისტეს ხედრობა ვართ ქრისტეს ჯარი ვართ ქრისტესსა ვართ და ამ დროს წარმოიდგინეთ ახალ წელს იკვლება საკლავები ადამიანები ემზადებიან შობისთვის ამ საოცარი დღესასწაულისთვის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ემზადები წარმოიდგინეთ ჩვენ ქრისტიანები და ადამიანები და მართვის პერიოდია ხო და რაღაცა მართვის პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქრისტიანებისათვის რომ შობის მარხვა ჩვენთან ჩვენც უნდა დაიბადოს ქრისტეს წარმოგიდგენთ ქრისტეს დაბადების დღე არის წარმოიდგინეთ ქრისტეს განკაცებული ღმერთის დაბადების დღეა წარმოგიდგენთ და ჩვენ ქრისტიანები ამ დღისთვის ვემზადებით რომ ქრისტე უნდა დაიბადოს შენთვის წარმოიდგინეთ უნდა დაიბადოს უნდა გაჩნდეს ქრისტე ღმერთი წარმოიდგინეთ და შენ რომ ამ დღეს არ ემზადები და ახალ წელს ადამიანები ფრებიან გონებას კარგავენ რაღაცაში და ამას შობის მარხვა მოდის შობა მოდის ქრისტეს შობა მოდის აი როგორ შეიძლება ეს ღმერთს ესათნოს ღმერთს ესათნოება ერთმანეთის განხარება ერთმანეთს ახალ წელს ულოცავთ ერთმანეთს ვახარებ ერთმანეთთან რომ მივდივართ ერთმანეთს სიხარულს ვაცნობთ ეს ძალიან სათნოა ღვთისმეტყველო რომ ღმერთს უხარია ჩვენ რომ ერთმანეთის სიყარება რაც უფრო მეტი ახალი წელი იქნება რაც უფრო მეტი სასწაულო დღე იქნება ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ხრეობაში და იმაში არ უნდა გადავიდეს შობის დღესასწაულიც კი ზოგჯერ ადამიანებს შობის დღესასწაული არის გოჭის დაპყრის დღე და ღორის დაპყრის დღე არის შობა ვიღაც არის გოჭი რო იკლება და ღორი რო იკლება ამის დღეა წარმოიდგინეთ და სოფლებში განსაკუთრებულად იმ პერიოდში ამზადებდნენ ღორის კლავენ და რაღაცა ღორის ქელეხს ეძახია რაღაცა ესეთი დღეებია წარმოიდგინეთ ანუ შობი ანუ აზროვნება ქრისტიანული კი არ არის მათთვის არის მიწიერი აზროვნება მე ჩვენ შობასაც შევეხებით ამას რომ დღევანდელ დღესაც უნდა შევეხო საოცარი შობასთან დაკავშირებით აი ძალიან მნიშვნელოვანია ენოქროპოლის აქვს ახლა სულ ეს პერიოდი კითხულობდი შობის საკითხების განმარტებას აკადემიამ გამოცდა წიგნი შობასთან დაკავშირებით და თელი ეს თუ რამე ქადაგება არსებობს ქართულ ენაზე შობასთან დაკავშირებით ერთ კრებულშია მოცემული ეს და საოცარი რამე უწერია წარმოიდგინეთ
ესეთი განმარტება წერეთ ერთი მამა განმარტავს ესეთ რამეს ამბობს. ნახეთ თუ დააკვირდით თუ მოგვებსო, მოგვები ვინ არიან? მოგვები არიან წარმართები. მათ ღმერთის შესახებ რეალურად არ იციან, მათ სწორი სარწმუნოება მათ არ აქვს. სწორი სარწმუნოება იმ დროს აქვთ იუდეებს. ესენი არ არიან სწორი სარწმუნოების მიმდევრები. მათ თავიანთი სულ ღმერთები ყავთ, სულ კერპები ყავთ, სულ ღმერთები ყავთ, მაგრამ ნახე როგორი ადამიანები არიან მაძიებლები ღვთისა. მათ იციან მათ იმის სარწმუნოება, მათი სარწმუნოება მიიღეს და ჯერ ამ სარწმუნოებთან ისინი ესე გაიზარდნენ, რომ დაიბადნენ მათი სარწმუნოება ჰქონდათ, მათ წინაპრებს, მათ მშობლებს, მათ კიდევ წინაპრებს და ის სარწმუნოება მიიღეს, რაც მათ წინაპრებს ჰქონდათ. მაგრამ ნახე როგორები არიან, არ ჯერდებიან ამ ყველაფერს და მაძიებელი სული აქვს ამ ადამიანებს. და იკვლევენ და იძიებენ ესენი ღმერთის რჯულს იძიებენ, წარმოიდგინეთ, იძიებენ ღმერთს და ეძებენ, ზეცაში იყურებიან და ამ ძიებაში აღმოჩენენ ვარსკვლავს. რომ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები არიან, იციან ასტრონომია ძალიან კარგად, იციან ეს ვარსკვლავი როგორ მოძრაობენ და უცნაურ ვარსკვლავს ხედავენ. და ხვდებიან რომ ეს რაღაცა უცნაური ხდება, რაღაცა ახალია, რაღაცა სხვა არის, იმიტომ რომ ღმერთს ეძებენ და ხვდებიან რომ ღვთისგან ეს ნიშანი. და მიყვებიან ისინი ამ ვარსკვლავს, ანუ მიყვებიან თავიანთ სულის ხმას, ანუ იმ ხმას, იმ ღვთის ძიების ხმას მიყვებიან ეს ადამიანები. დავაკვირდით ქალაქი იერუსალიმი. იერუსალიმი არის მთელი ქრისტიანობის და მთელი სამყაროს გული. ანუ მთელი ჩვენი ქრისტიანობის გული არის იერუსალიმი. წარმოიდგინე, ანუ ახლა როგორ ისინი სულიერ ადამიანები, რომლებიც ღმერთს ეძებენ და იერუსალიმი, სადაც არის გული. მაგრამ ნახეთ გულის ხელმძღვანელი ვინ არის? გული ვის აქვს ჩაბარებული? იროდი მეფეს, წარმოიდგინე. იროდი მეფეს ყავს ეს გული დაპყრობილი. ანუ იერუსალიმის მმართველი არის იროდი მეფე, მიწიერი ადამიანი. ამ ქვეყნიდან რომელსაც საკუთარი ძმა მოკლა, იმიტომ რომ მეფე დამხტარებო და საკუთარი ძმა მოკლა და საკუთარი ძმის სული შეირთო, წარმოიდგინე, ანუ ყველანაირი ჯული დაარღვია. და ესეთი ადამიანი არის გულის მეფე, ანუ გულის ფარველი, გულის პრობელი. ეს ღმერთის მაძიებელი ადამიანი მიდის გულში. ანუ ჩვენ ადამიანები გულში უნდა ვეძებდეთ რაღაცას, მაგრამ ეს გული არ ეთანხმება. ნახეთ როგორი საოცარი სიტუაცია იონოქროპირი გამარტავს საოცარებას ამბობს იონოქროპირი რომ შეწუნდაო იერუსალიმიო ამ ამბის დაგონებაზე ანუ ღმერთის დაბადებაზე რომ შენში ღმერთი უნდა დაიბადოს იერუსალიმი წუნდება იერუსალიმს ეშინია კანკალებს იერუსალიმი ძრწის იერუსალიმი რომ ღვთის სიტყვა მასში არ შევიდეს ნახეთ იმიტომ რომ ღვთის სიტყვა თუ შევიდა მის ცხოვრება უნდა შეიცვალოს რამდენი ადამიანს ეშინია ერთი ქრისტიანები არიან ესე შორია ხოს ესე ყველაფერი ეშინია თუ ქრისტიანული ცხოვრების წესი მიიღო რატო? იმიტომ რომ ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. უნდა დაანებონ რუშობას თავი, უნდა დაანებონ აზარტულ თამაშებს თავი, უნდა დაანებონ სხვის ფულის მოპარვას თავი, სხვის განკითხვას, უბრალობას, უსიყვარულობას და ეს მას არ უნდა, იმიტომ რომ სიამოვნებს ეს ყველაფერი. ამ ქვეყნიური ცხოვრებით ცხოვრობს, ამ ქვეყნიური ცხოვრებით არის შეფარებული და აღარ ჭირდება ეს. არ ჭირდება ეს სულიერი ხმა და მის გულში ეს ეშმაკი, ანუ იროდი, უნდა იყოს მართლა. და იმას აქვს ყველაფერი დაპყრობილი. ეს ქალაქი წარმოიდგინე და როგორია ქრისტე იშვება და ადამიანებს ამის მიღება უნდა. აი ამ ახალ წელს ადამიანი ამაზე უნდა დაფიქრდეს, წარმოიდგინე, იცით რამდენი ადამიანი ამ საშობაო მართვას არ მარხულობს. ეს ის გამო არ მარხულობს ამ საშობაო მართვას, ერთი რამის გამო არ მარხულობს. რომ საცივი მე საცივს ვეღარ შეჭამს. საცივი სუფთა პირდაპირ მნიშვნელობით საცივს ვერ შეჭამს, ანუ თავის ხორციელის გამო სულიერებას ამბობს ადამიანი უარს. წარმოიდგინეთ, აი, რამ მდგომარეობა, თქვენ წარმოგიდგენიათ, აი, ჩვენი ერი რამ მდგომარეობაშია. ზოგს მაგალითად ეს სიტყვა არ მოწონს, სამსეულე, მაგრამ აუცილებელი ადამიანს სხვა გაიგოს, რომ სანამ ამ ხორციელი ცხოვრებით ვიცხოვრებ, ადამიანი ვერ წარემატება ღვთის წინაშე, ვერ წავა ღვთის წინაშე. რამოდენიმე დღე დარჩა, აი, აი, რაღა დარჩა უკვე 5 დღეში უკვე შობის მართვა შემოდის. შობის წინასწავლი შემოდის, ღმერთი იბადება, ქრისტე იბადება, წარმოგიდგენთ. ქრისტეს დაბადების დღეა, ამ ხელადია უბრალოდ, აი, ვფიქრობ ხოლმე ამ დღეზე, რაღაცა სული მე გონება შულს მიტრალო. ქრისტე უნდა დაიბადოს და შენ მზადა ხარ? აი, წავედი შენი ახლობის დაბადების დღე, როგორ ემზადები, ხო? ეძებ მასასაჩუქარი უყვარს. იმ დღეს ემზადები, ძალიან ემზადები. რამდენჯერ ახლა ჩვენცაც უკითხავთ, მოძღვრების მამა, აი, ვიღაცას უკითხავს, აი, აუ, მამაოს რა უყვარს, რაღაცა რო ვაჩუქო დაბადების დღეზე რაღაცა ჩემს მეგობარ თუ არ იცი, რა იმას ეკითხები, რომ გინდა რომ გაახარო. სიხარული გინდა, მიანეჭო. იცით ღმერთს რა უყვარს ყველაზე მეტად? იცით დაბადების დღეზე ქრისტეს ასაჩუქარი უხარია ყველაზე მეტად? იცით რა უხარია? თქვენი წმინდა ცხოვრება. გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი გამიახლე გვამსა ჩემსა. აი ეს უხარია ქრისტეს ყველაზე მეტად, რომ შენ ცოდვაზე ვარ სამო ქრისტეს დაბადების დღეზე და შენ ცხოვრებას ქრისტეს უკავშირე.
ამაზე მეტად ქრისტეს არაფერი არ უხარია. ყველაზე მეტად ხარობს ქრისტე, რომ შენ მას დაბადების დღეზე შენ ამ ცოდვას მიართმე და მოიშორებ ამ ცოდვას, რომელიც შენ ღმერთთან ურთიერთობაში ხელს გიშლის. ესა ქრისტეს დაბადების დღე და ესა საოცარი სიხარული ქრისტესთვის და ღმერთს ამაზე მეტად ადამიანი ვერ გაახარებს ვერაფრით, რომ შენ ერთ ცოდვას დღეს კიდევ თავს დაანებებ და კიდევ ერთ ცოდვას შეეშვები ამის შედეგად. მე მინდა მამა დავითის სული დავუწო, ჩვენი მამა დავითი, ჩვენი მამა დავითი კოლბაში დღეს მისთვის გამო შევიდგინეთ ყველანი დევანდელ დღეს, რომ რაღაცა მას პატივი მივაგო და დღეს მისთვის ჩატარდა. ეს ცოტა ძალიან მიხარია, რომ ბევრი ხარ ტაძარში დღეს მოსულები, მისი შვილებით გახართ აქ ტაძარში და ეგ ძალიან მახარებს. ეს არის რომ მამა დავითის ამ შრომამ ძალიან დიდი ნაყოფი გამოიღო და თქვენგან ეკლესიის წევრები კი არ გახვედით. მამა დავითის გარდაცვალებაში პირიქით კიდევ უფრო მეტად განიმტკიცეთ საკუთარი თავი, კიდევ უფრო მეტად მოინდომეთ ღმერთთან ურთიერთობა და დღეს ეკლესიის წიაღში ხარ და ისევ ღმერთთან ახარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მამა დავითმა ძალიან ბევრი იღვაწა. მამა დავითმა ძალიან ბევრი იშრომა. მან ძალიან ბევრი აკეთა იმის რომ თქვენ ყველას ქრისტე ყვარებოდა. ის ძალიან ემზადებოდა ამ დღესთვის, ყოველთვის ემზადებოდა. მახსოვს ის წინა დღეები, როცა გარდაცვალება სანამ გარდაიცვალებოდა, ყოველთვის როცა ვიყავ მასთან საავტობუსში, ხშირად მომიყოლია ეს ამბავი და დღესაც მინდა გავიხსენო ეს რომ წარმოიდგინეთ კაპელნიცები ეს იყო დამაგრებული, სულ ეს შეერთებული იყო და ნუევს და კიდე პანაშვიდებს იხდიდა, კიდე იმაში რა ქვია, საავტობუსში წარმოიდგინეთ. ბრეოს პარაკლისებს უხდიდა, კიდე ჯანმრთელობის პარაკლისებს თვითონ ესე იყო და მიდიოდა მის მრევლი წევრები და ეუნებოდნენ და ეს შეერთებული იმაზე რა გადასხმაზე შეერთებული ადამიანი კიდევ პარაკლისებს იხდიდა, კიდევ ლოცულობდა. ბოლო წამამდე ესე იყო. ბოლო წამამდე ღვთის მსახურებაში გაატარა მან მთელი თავის ცხოვრება და თუ სადმე ყეში, სადმე დაანგრეულ ტაძარს ნახავდა და თემას ნახავდა, ყველგან აღგედა ამ ტაძრებს და სად არ დავდიოდა, გონი მთა არ დარჩა საქართველოში, სადაც ჯვარი არ დადგა, რომ ყველა მთაზე ჯვარი უნდა აღმართული იყო და ყველა იმაში და თელეგრამი შემოკრებული ყავდა, მიყავდა და რაღაც ესეთი მით ემსახურებოდა, მთელი გულით უყვარდა. სულ სხვანაირი იყო, განსაკუთრებული ადამიანი იყო. მასთან ძალიან ლურჯი მომიწია სტიქაროსნობა, მე დაუძინება დავყებოდი ხოლმე ქონიჭალაში, რომუნჯების იმაში ვიყავით, მაშინ ტაძარში სასწაული იყო, რაღაცა როგორი სიყვარულით ეფერებოდა, ამათ არის არიცოდა, ჟესტების ენა არიცოდა, მაგრამ ყველაფერს აგებინებდა, მაინც აგებინებდა, მაინც ესაუბრებოდა, მაინც და იმათაც მამა დავითს ესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა არიცოდა, მას სპეციალური ენა ჭირდება და დღეს მამა გიორგია, ვინც ეს ენა საოცარი და ზუგდიდში კიდევ მოწვევი, რომელიც ეს ენა საოცრად იცოდა. მამა დავითმა ეს არიცოდა, მაგრამ იცოდა გული. იმათაც გული ქონდა და გულის გული ერთმანეთით ესმოდა, ესე ერთმანეთს ხედავდნენ და ყველაფერი ერთმანეთს ესმოდა და ისედაც ისე იბარებდა აღსარებოდა და მათაც უხსნდა ყველაფერს და უქადაგებდა კიდევ და მომისმენია ეს გადაგება და ესე როგორ უყურებდა და როგორ უსმენდა ამ ყველაფერს და მერფა დალოცს მამა დავითის სული, მერფა თქვენ დალოცოთ, მერფა გაგახაროთ, ეს ესევე რაღაც ესეა, ბედობის დღე არის რაღაცა და ერთხელ გახსოვს ერთ-ერთ მომითხა რომ მამა უსე რა ქვია ამ დღეს უნდა სასაფლაოზე გადიხარ. ო მამა მე ვერ წამოვა, არ მინდა სასაფლაო დაანებდეს. შენ ის მომეს უნდა რომ შეწირა შენთვის თავი. რამდენი აღსარებას ისე. ეთქვა სასაფლაო არ და რომ დაანებდეს და დავადდეს. აი ეს არის ესეთი წარმართული აზროვნება არ არის. აი სასაგანი დამებედოს. ყოველ დღე ბედობა. ყველა დღე არის ბედობა. რომ გაიგუძე დილით. რა განწყობითაც გაიგუძე, ესა შენი ბედობა. რას დაიბედო დღევანდელს. რომ გაიგუძე თუ ხასიათზე. და შენ რო აჯურო საკუთარ თავს და არხასიათზე რო დააყენებ შენ თავს და შენ სიბული მე ძალიან ბევრი ადამიანი დაგება არხასიათზე ესა შენი ბედი ყველა ადამიანი ვარ შენი ბედის ჭედელები შენ საკუთარ თავს და საკუთარ ბედს უჭედებ საკუთარ თავს როგორებიც ვიქნებით ისეთ დღევანდელი დღე კი არ საზღვარს შენი წლის ცხოვრება როგორ იქნება და როგორ განისაზღვრება მთელი ჩვენი ცხოვრება ვინ იქნება ჩემი მეკვლევა და მე იმას აბრალებ იმას უთი ფეხი ქონდა იმიტომ მოხდა წასასწრება ამას კაიბეთი ქონდა და და კაი ფეხი აქვს ამას და სახშენ მოვიდეს უეჭველი ესეთი ფეხი აქვს რომ რას ეგ რო სახშემო ყველაფერი დაალაგდება ვერ და ისო შემო ის თუნდაც უთი ფეხი შემოაქვს და რაღაც აირება ცხოვრება და ერთად დაგუძე ყველანი გაგახარა და ეს კურთხევა წყალობოდა მაგი არ მოგახდა და ამ უკვე გავიდით უკვე რაღაცა შობის მართვის ფინალში რო ისწრა და მოდის უკვე ქრისტეს მართი იბადება და მართლა სწორად შეგვახოდოს ყველანი მომზადებულები შეგვახოდოს ყველას ქრისტესთან მართლა დაგვიწევ გადახარო და ის აღობდეს სიტყვანები არ უნდა ესევე გილოცავ დღეს ეგნატე ღმერთ შემოსილი და წმინდა იონე კოშტატელისელების და საოცარი წმინდა მამების შემოსაყვარლეს წმინდანების და მათი მადლი და მათი წყალობა შესკონარას არ მოაკლდეს ამინ